ამჯერად ნატალის ლიტერატურულმა სალონმა კინოსაღამო მოაწყო, სადაც მოწვეულიყვნენ რეჟისორები ნიკოლოზ ხომასურიძე და გიორგი გერსამია. გაიმართა მათი ერთობლივი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება. ასევე გქონდა შესაძლებლობა ნიკოლოზ ხომასურიძის ახალი ფილმის გააზიარეს სიყვარულის თრილერის ხილვის. რეჟისორი, რომელმაც 6 მეხუთის კაცი ჯერ კიდევ 2018 წელს შექმნა და სამშობლო 6 მესავე განცდით გადმოგდო, ახლის ძიებაშია. სამშობლოს განსხეულება მისი გულწრფელი პატრიოტიზმის ამ ფორმით გამოხატვაა. ვიმსჯელეთ საბჭოთა კინოზე, ქართული კინოხელოვნების მხარდაჭერის არქონაზე, პატრიოტიზმზე და ყველაფერზე, რასაც ენთუზიაზმის ძალა ატრიალებს. საღამო მშვიდობის მეგობრებო, ესე იგი დღეს ველოდებით. განსხვავებული დღე გვექნება. პოეტების შეკრებისგან განსხვავებული დღეს ქართული კინოსა და თეატრის საკითხებზე ვისაუბრებ. მოპატიჟებული მყავს საკმაოდ საინტერესო ადამიანები. ნიკოლოზ ხომასურიძე, რომელიც დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად საინტერესოს გახდის, თავის ფილმის პრემიერაზე გვესაუბრება. ექრომიტარაიშვილის ფილმის რეჟისორია. გიორგი გერსამია კიდევ ჩვენთან სტუმრად უნიჭიერესი რეჟისორი და მე ხლა შევეცდები გადავიღო სიტუაცია, სანამ ოფიციალური საღამო დაიწყება ჩვენს სალონში. ესეთი ეკრანი მოაწყვეს სახელდახელოდ უცებ, ჩემთვის მოულოდნელად. თან ყველაზე მაგარი არის, იცი, ეს როლი სცენარში არ იყო. სოფოს გამო ჩასვეს. სოფოს გამო დავწერე, დავამატე და ეხლა ვფიქრობ, რომ ამის გარეშე როგორ შეიძლება ამ ფილმის გადაღება აბსოლუტურად სხვა დრამატურგიულად ყველანაირად აცია ამ სოფოს შემოსვლა, პერსონაჟის შემოსვლა, ეს აი ყველაზე გეპატიჟებით მართლა იანვარში იქნება პრემიერა და თავად დარწმუნებული ვარ. ორი შოკოლადის ორი ფილმი. ბატონო, თქოს წინააღმდეგი ხო იქნებთ ცოტა ხანი სოფოს რო დავუთმოთ. არა, სოფო, შენ როგორც აი ხა რაზეც საუბრობდა ბატონი ოთარი, რომ ესე შეგხედა რეჟისორმა და ოპ აგიყვანა და წახვედი და როგორი შეგრძნება არის ეს ყველაფერი. ну რაღაც ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო ჩემთვის, გამოცდილება იყო. ბილეთი მინდა მე. თუ იზამთრებოდა ძალიან. ეს ნახეთ დაპატიჟა ფილმის ჩვენებაზე. დავიკარგე და დაჯი მიყოვა და მიმიყვანა. ერთი არ ვიცი ვინ იყო. პირველი რომ შევედი, ვიღაცა კაცი იცახის ამ ხალის დაკარგვა შეიძლებოდა. დაიკარგე. რაღაცნაირად მე გიორგიმ შემოგვიყვანა. ვენაში ვერ დაიკარგე და ფინიში. თქვენ რა სიტყოდით სოფოზე? თქვენ ხო იმ შეხვედრაზე იყავთ და დაკარგული ხალი რომ მოვიდა. რას ვითხოვდე? ხო, ანუ როგორ გაიხსენებდით? აი ესე გიორგი გერსამიამ ესევე დაინახა სოფო და მისთვის დაწერა სცენარი და ეხლა მაინტერესებს თქვენ როგორც იქ ყოფი პირი როგორ გაიხსენებდით სოფოს შემოსვლას? მითოლოგიიდან თუ შევხედავ და ისტორიიდან დავჭრილიდან კოლხეთის სამყარო ყოველთვის თვითყოფადი იყო და გამოჩეული. ავისი ხატება იმ სამყაროდან თუ შევხედავთ ალბათ მე კოლხეთის პრინცესა შევადარე. ანუ გიორგის მინდა ძალიან დიდი მადლობა. ხო, გიორგის. კაი, მოცა წინა გადაგიღო სოფო? ხო, ну, სულ ვიტყვი რა თქმა უნდა და გიორგის მართლა ძალიან დიდი მადლობა. აი ესეთი პატარა ისტორია ცხოვრებისეული რო შემოქმნევინა. ჩემთვის სრულიად განსხვავებული სფეროა. კამერასთან არასდროს არ მიმუშავია, გარდა იმისა, რომ როგორც ექიმი რაღაცა რამოდენიმე დილსზე შეიძლება გადამიღონ პაციენტებისთვის საჭირო თემაზე მასაუბრონ. იმის იქეთ კამერასთან არ მიმუშავია და რომ მომეცა მაგის საშუალება რაღაცა განსხვავებული ჩემი სფეროსგან სრულიად განსხვავებულ ამპულაში ყოფილი. სადღაც სამყაროში მოხდა. ისე შედეგებს როდის ნახავ ხუმრობენ? ისა რეკომენდაცია ჩემი. სპორტო, შედეგებს როდის ნახავ? იან ჯერ ნიკას პრემიერა იქნება, მერე ჩემი. აჰა, ეს კარგებით ხა უკვე ოფიციალურად. აქ ვიმყოფებით ლიტერატურულ სალონში, რომელიც მე და ნიკოლოზმა დავაარსეთ, ასე ვთქვათ, და ძირითადად პოეზიას ვემსახურებით, ლიტერატურას, ისტორიულ ხანდახან მეცნიერებს ვიწვევთ ხოლმე. უფრო ძირითადად პოეზიას, მაგრამ რაღაცნაირად გადავწყვიტეთ, რომ ერთი დღეს ასეთი დიდი შემოქმედებისაც მივუძღვათ, როგორიც არის კინოინდუსტრია და რომელსაც საქართველოს უახლოეს წლებში იყო მოწინავე ადგილზე და ძალიან დიდი პატივია, რომ მოგზავნით
ეთივეთ აყაიშვილს კარგად უყურება ძალიან ავტომატი და მართლა კარგად გაქვს ის სულისკვეთება განმოცემული რაც თვითონ იმ ადამიანმა განიცადა იმ წლებში და რაღაცა სწავლი გააკეთა საქართველოსთვის. მივესალმები გიორგი გერსამიას, რომელმაც მოკლემეტრაჟიანი ფილმები გვაჩვენა ჯერ კიდევ ზაფხულში. ასე იწყებოდა დილა ძალიან ჩვეულებრივ. სასწაული ემოცია თქვენ ესოს გამოარჩევდი აი ამ საქმიანობიდან მათ შემთხვევით ეს ადამიანი განსაკუთრებული მისაბაძი და სამაგალითო იმ თვალსაზრისით რომ თითქმის უახლესი საქართველოს ისტორიის მატიანის სამით აქვს ჩაწერილი ყველა საინტერესო ამბები და ფაქტები 90-იანი წლებიდან დაწყებული მერე ომის ამბები და მერე 2008 წლის ომის ბატონ ნიკოლოზი ჩემი ახლო მეგობარი, მაგრამ მეგობრობამდე ეს ადამიანი რაღაც სასწაული გამორჩეული ადამიანი. თავისი ყველაფერი მიუძღვნა პოეზიას და კითხულობს არა მარტო თავის საოცარი ლექსები აქვს, მაგრამ არა მარტო თავის ლექსები. ანუ საერთოდ აი როგორც ხარ ისტორიკოსი, მკვლევარები, რაღაც აი ნიკოლოზი შეიძლება ითქვას, რომ იყოს არის პოეზიის მკვლევარი. იმიტომ აბო სალომხურძიძე ბიძა ჩემი პოეტი და ხელოვანი ადამიანი. ირაკლი მიქავაც ჩემი მეგობარი და ასევე ამ სფეროში ეხლა ჩვენ მიქავაც აი არაჩვეულებრივი მსახიობი წერა ხო ვისაუბროთ ის 3 წამზე მაგრამ 3 წამის გარდა ამ ბოლო ამბავს გეტყვით ზიადა ზეზვას რეკლამა გადაიღეს და აი ნამდვილი ზეზვა იყო დედასპიცო რომ და აი ზეზვა იყო მთელი არსებით გიორგის სპექტაკლები არის ერთი დიდი თავგადასავალი პლუს გიორგის წაკითხული ლექსი სასწაული რამე სოფოზე რა ვთქვა იმდენი ნიჭი აქვს რომ პროფესიონალი მსახიობი გახდა უკვე ამდენ რეჟისორებთან ურთიერთობისას იმდენად კარგი იყო სოფო სამუშაოდ რომ ნაკლები დრო წაიღო ასე ვთქვათ რა ჩემ მეგობრებს რომლებსაც ძალიან უყვარს ყველანაირ ხელოვნებას ძალიან აფასებენ და ხშირად არიან ჩვენი სტუმრები და გვილამაზებენ გარემოს მე ვიცი რომ როდესაც საქართველოში იყო მუნჯი კინოს პერიოდი და როდესაც გადავიდა მონ კინოზე კინოინდუსტრია ესე იგი ევროპაშიო ესე ამბობენ რომ თითქოს გაუჭირდა მაშინდელ მოქმედ მსახიობებს მონ კინოზე გადასვლა საქართველოში არ გაუჭირდათ იმიტომ რომ თეატრის მსახიობები აიყვანეს აგი ხორავა მათ შორის უცებ ნულიდან თურმე ესე ავიდა ზემოთ ეს კინო სამყარო რომ აი საბჭოთა კავშირში ნომერ პირველი მე ევროპაში ძალიან დიდ შედეგებს მიაღწიეს და საბჭოთა კავშირი იყო მოგესწრება ყველაფერი იყო რაღაცნაირად მარწუხებში ცენზურა უდიდეს დონეზე მუშაობდა არავის არაფერი არ გაპაროდა და მაინც რაღაცნაირად ახერხებდნენ რეჟისორები ქართული სულისკვეთების ჩადებას ფილმებში სპექტაკლებშიც თუ გახსოვთ აი იყო ასეთი სპექტაკლი მამარა მინდია რომელზეც ერთი ამბავი იყო და ესე ამბობდნენ რომ ერთი ჩაიარაო ტაშის ყრაში და ქვების სტროლის რახავიჩიო ამ სპექტაკლებმაო როგორი კაი სიმბოლური შედარება სტალინზეც მინდა ვიღაცამ თქვას განსაკუთრებით ბესო შენ ხო სტალინზე რამდენიმე გადაცემა გააკეთე და კაცი რომელიც რაღაცნაირად მთელი თავისი იდეით კომუნისტურად იყო განწყობილი მაინც ამხელა ხელშეწყობა ჰქონდა ქართულ კინოს ფაქტია რომ ერთ-ერთი უძლიერესი ფილმი გიორგი სააკაძე ესეთი პატრიოტული ფილმი მის დროს გადაიღეს ხო და თან ომის პერიოდში გადაიღეს ახლა რა ხდება რა პრობლემებია ქართულ კინოში რა უშლის ხელს რა ესეცი ანუ ფინანსები გასაგებია მაგრამ ფინანსების გარდა გამოცდილებაც ხო არ აქვს დაუშვათ კადრების ოპერატორების რაღაც არ ვიცი დრო რამდენი გვაქვს რაღაცნაირად ესე დავიწყო საბჭოთა კინოდან გონიურ ფაგლებში ყველა თავისით ხონდა ხო კარგი გისმენთ მოკლედ აი რაღაცა ზოგადი ანალიზი ამ ყველაფერზე გითხარით მადლობა მოწვევისთვის ძალიან დიდი პატივი ეს თამას საზოგადოებაში მე ვარ ნიკოლოზ ხომასურიძე რეჟისორი პროდიუსერი და სცენარისტი ჩემთვის კინო არის ამ ჯადოსნური სამყარო რა რომელსაც ქმნიირე კინოწარმოება ეს არ არის მხოლოდ შემოქმედება ეს არის ძალიან დიდი საქმე და სადაც კინო განვითარებული მე თო აქ დაჯექი ჩვენ აი მე და გიომ ერთად გავაკეთეთ ფილმი საქმე ნომერ 11 რომელიც საბჭოთა ეპოქის ციხეში ხდება ავაშენეთ ეს ციხე პავილიონში ანუ შესაბამისად გჭირდება დურგალი, ხატვარი, ვინც მე დააძველებს ჩვენს პირველ ქართულ ფილმში დავიწყებული მეფე, სადაც პავილიონში გქონდა სამსართულზე 14 სხვადასხვა ისტორიული ეპოქის სცენა აშენებული. ანუ ეს არსად არ მოხდება კინოს გარდა, ფიზიკურად ვერ განახორციელებს. ეს ახლა გადავიდეთ, ახლა რაც გვექნება ჩვენება გააზიარეს სიყვარული. არამდე 6 მეფის კაცს, სადაც ეპოქებს ქმნი და მანერად ვითარდება ახლა
ოთო იყო დაუთამაშენებლის სცენაზე. მეცვალე გავაცეთ. ო, მეცვალე თავისით ნაჯახით კომბალით ხდები და მართლა ოთო? დღეს გვანახეთ რა ოთოს ეგ კადრიც. საბჭოთა პერიოდში ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინვესტიცია იყო კინოში. თითქმის აი ვინ აფინანსებდა სახელმწიფო? არა წავიკითხე რომ სტალინიო თვითონ ყველა სცენარს ეცნობოდაო და ყოლია ეგა? გაეცნობოდა რაღაცა მნიშვნელოვანი. არა მარტო საქართველოსდან, მთელ საბჭოთა კავშირშიო. როცა გადათარგმნა ვეფხისტყაოსანი თავის ჩასწორებები შეიტანა რუსულ თარგმანში სტალინმა. ერთი სტროფით ერთი რაღაც ჩაასწორა მხოლოდ. მე გადაღებული მაგ გაწოცხლებული ჩასწორებულია მე რა ანუ სცენიც მის სათავსუფლება ხდები. ძალიან კარგი. ამავე დროს მნიშვნელოვანია ჩემთვის ისტორიულ ბიოგრაფიული პატრიოტული ჟანრის მიმართულება, რადგან აქ საქართველოს აქ სასწაული კულტურა და ისტორია და ეს მოქალაქეებმა, ჩვენმა მოქალაქეებმა ნაკლებად იზიანა და თუ გვინდა რომ ჩვენმა ერმა ეროვნული იდეოლოგიური ამბავი და მიმართულება კითხვას ვიღა უზის ახლა აღარავინ და ჯობია კინოთი რაღაცა მივაწოდო. თავისი დანიშნულებაა, კინოს თავისი და ისტორიული ეპოქა. დღეს რომ მაგალითად ილია ჭავჭავაძეზე ხატული ფილმი არ არის დავით აღმაშენებელზე, თამარზე, უსტველზე. აქამდე უნდა მიხვიდა, ესე უცებ ვერ გადაიღე კადრები. მაგრამ ამ რესურსით ვერ გადაიღებ ხა დავით კადრები. ძალიან კარგი კადრები ყავს ჩვენ. ვინც აქ მოღვაწეობს, შესაძლებლობები გაქვს ძალიან ცოტა შეზღუდული და ისე ვერ აკეთებ და ისე სწრაფად გავითარებას. ხო, ხა პირადად მე ერთი მეხუთის კაცი გამოვიდა 2018 წელს და ჩემი მეორე მხატვრული ფილმი გააზიანეს სკოლა გამოდის 2026 წელს. რამხელა ინტერვა. მანძილზე ეს არის თან მინიმალური ბიუჯეტი. შესაბამისად, ვისაც კინო ეხება და კულტურა აუცილებლად დაფიქრდეს რა. მაგალითად ღვინის წარმოება ძალიან კარგი მიმართულებით მიყავს. კი, ძალიან აიკრიფა ეს ტენდენცია. ძალიან ვითარდება, ანუ ეს ვიღაც ინტერესების სფეროში ხო არის და კინოს ბევრად დიდი მასშტაბი შეუძლია მოუტანოს როგორც ფინანსურად, ასევე სახელით. აი რა სწორი. კინოზეც და ახლა შეხება ბიზნესმენმა რა გითხრა მაშინ რომ გახვედი გვარს აღარ ვიტყვი რომ შეიძლება ისე უბრალოდ რაღაც თანხა გაჩუქოთ ასე ვთქვათ და ხო ეგ არა სერიოზული მე მაგ ბიზნესს ვერ აღვიქო სერიოზულად ისეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ ჩვენი გაერთიანებით რომ ბიზნესმაც, სახელმწიფომაც და ასევე დისტრიბუციამაც როგორც საქართველოში ისე მსოფლიოში დაინახოს რომ კინო მომგებიანი საქმეა და ეს სული ბლოკება რა. თან ნახე ნიკა მე მახსოვს დიღმის მასივში კინოსტუდია სადაც არის 90-იან წლებში ცხენები და ერთი პონი როგორ დარბოდა მშიერი და ნაგვიდან ჭამდნენ. ხო გახსოვს ეს კინოსტუდიის შემორჩენილი ისინი. ინერად საცუდავ დღეში იყო ქართული კინო. ეს არც ცხენია და არც პონი. ხო და ჩვენ არ დაგვხდნენ ასე ვთქვათ, ძალიან დიდი კეთილგანწყობით ის თაობა, წინათაობა ახალ რეჟისორებს ასე ვთქვათ და არავის არ ვთქვათ რომ მოდით ბიჭებო და აი რაღაცა თავის გამოცდილება გაეზიარებინა ჩვენ. ჩვენი კონკურენტები იყო გასული. რატომ უბრალოდ კონკურენტებად ხედავდნენ, როცა ჩვენ პირიქით ჩვენთვის იდეალები იყვნენ. აი ფაქტი ის არის, რომ ქართული კინემატოგრაფია ბევრად უფრო მაღალ დონეზე და რაც კი რაიმე ეგრებული შექმნილა იმ 70 წელს უკავშირდება. აი ეს ფაქტია. ანუ ერთმანეთს წინააღმდეგობაში მოდის, ხო? ხო, ხოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობა. როგორ არის, ანუ თქვა 90-იანი წლების მერე თვითონ დამოუკიდებელი გავხდით, მაგრამ რაღაცნაირად ეპოქები გამოვიარეთ, ხო შევარდნის ეპოქა სხვა არის, სააკაშვილის აღამავლობაც ხო იყო, არა 2004 წლიდან მოკლებული 2007 წლამდე, როდესაც ხო იყო რაღაც აფეთქება, ხო? ანუ ხო შეიძლება გადაღებულიყო აი თუნდაც სააკაშვილის პერიოდში ერთი ღირებული ესეთი მაღალი დონის როგორც მაგალითად არის გიორგოვის თვე თუნდაც უმაღლესი დონის ფილმი, ხო? ასვის სახით რო ვთქვა, ხო? ანუ უზილათან მზის მერე ქართული მაღალი დონის ფილმი არ გადაღებულა რა, ესე გამოვიდა და ამას თავისი მიზეზები აქვს, არ ვიცი ანუ რა მოხდა. სადმე ეგეთ სახელმწიფო იზით რომ არა, ეხლა მე მაგაზე შეიძლება ერთი ორი კინოცენტრის არის, რომელიც მთელ ევროპაში არის, ამერიკაში არის სახელმწიფო თვითონ სახელმწიფო 600-700 მილიონიანი ფონდებია. ძალიან გთხოვთ ახლა ესე ძალიან გაიწელება კონკრეტულად დაასრულე უფრო სწორად აი ამ ბიჭს უნდა და რაღაც შენ საუბარზე პასუხა და მე დაასრულე შენი სათქმელი და გიორგისთან გადავიდეთ. აბა გისმენთ. ისეთი არაფერი უბრალოდ თქვა მინდოდა დამისვა შეიძლება რომ ადამიანს ძალიან უნდა უჭირდეს ან ეს რეჟისორს იქნება თუ კინოხელოვნებას თუ კინოსამყაროს რომ შემდეგ დადოს შედევრი რა ის რეპრესიები ის მოჭერა ის მარწუხები რაც იყო ის გულის ნადებში ის ტკივილი
რაღაცნაირად, ანუ შეგჭირდება ადამიანს დიდი შეზღუდვები, რომ იმ შეზღუდვებმა დიდი შედეგი შეგქმნევს. გაუგებარია რომ მარტო ფინანსები იყოს პრობლემა, იმიტომ რომ დაფინანსებული ფილმიც მინახავს, სერიალიც მინახავს და ეს ყველაზე დიდი პრობლემას მაინც ხედავ როგორც კინოში, ასევე თეატრში, წერილობას, დრამატურგიას და სცენარისტობას. დასაგებია, შეიძლება ვერ ავდგავთ ვეფხისტყაოსას, იმიტომ რომ ვეფხისტყაოსას თავისი ინსცენირება უნდა, ხო, იმას თავისი ადაპტირება უნდა, თავისი ამბები. აი ამ ხალხს ვერ ხედავ. მე აი 21 საუკუნეში თუ ვინმე ითქვით რომ ყავს ესეთი კლასიკოსი რო რაღაცა, იმიტომ რომ ვიჭირს თეატრში. ქართული პიესები აღარ იხმება. ქართული პიესე ხო აღარ იხმება, იმიტომ რომ არ დაიწერა და რა დავდგა. გავიგე, ნუ რამდენჯერ დავდგა ეს. ხო, რა ვიცი. დადის პარის. ეს ორიგინალი წაიკითხო, მიხვდები რომ საერთოდ სხვა რაღაცა და. მიხვდი? მე რას მოუხერხებ, ეგ არის თორე ნაცარქექიას ავიღებ და იმის თანას დავისწრებ. საქმელი რეჟისორმა აი, ნაცარქექიაში ძალიან მეორე პრობლემებია. ადამიანი რამდენი ამის გადააწყვე, ერთი ღმერთო შემიშველი არ დაუძახი არ ქედი და არ ცხოვრდება. შემეძახი დაფერისნია და ის არის. ყველაზე მაგარი გვირია ნაცარქექია. ხო, აი, ეს ვიცახი, ხო? ძალიან ენთუზიაზმია. აი, ყვაჭი მაგარია, ესეთი მე ვიცახი ეს დაიწერა, ეს ეხლა ჯავახიშვილი იყო და არა იყო რა, მაგრამ დღეს ხო აღარა გვაქვს დაწერილი ყვაჭი-ყვაჭანდირაძე და არ ჯაყო და არც არაფერი ხო აღარა გვაქვს დალში შემდეგ რაღაცეები და ამაზე. მე ეს უფრო მგონია, ვიდრე ფინანსები და ვიდრე სახელმწიფო ჩართულობა ამ ყველაფერში. პროფესიონალების მაღალი დონის კადრების ნაკლებობაზე საუბრობ ხო ახლა? არ სცენარისტებზე როგორც სცენარისტების ნაკლებობაზე. ნუ უბრალესად ჩემთვის საპატიცომულო ადამიანები ბრძანდებით. რაც შეეხება აი ხა ისაუბრეს დრამატურგია და პოეტებმა რო აიღოთ ეს საქმე არ შეიძლება. ხო და ესეთი ძალიან კაი პოეტი იყო. ძალიან კაი კი არა, ზმები ჭილაძეები და თამა ჭილაძეს დრამატურგიას რო გადახედო ფრიად ოთარ მანფორია კი ბატონო, ქუთაისის კოლორიტი კაცი. თამას ჭილაძე რო ავიღო და არაერთი სპექტაკლი არის დადგმული და თან ძალიან ცნობილი რეჟისორებს და ესეთ სახელოვან რეჟისორებს აქვთ დადგმული სპექტაკლები. დრამატურგიას ვსაუბრობთ, უფრო თანამედროვე თქვა დღევანდელ დღეს რო ავიღოთ. არც დიდი ხნის წინ არის გარდაცვლილი თამას ჭილაძე, თუმცა მისი შემოქმედება ცოცხალია და არაერთი შესანიშნავი, ესე ვთქვათ, პიესა, ანუ ამიტომ რომ ვთქვათ, რომ მაინც ნაწილობრივ დავეთანხმები, ნაწილობრივ ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მასალა არის, თუნდაც ძველი, ვთქვათ, მწერლების ის ადრეული. ხო, მაგრამ დრო წავიდაოთ. არა, დრო წავიდა, მაგრამ სათქმელი მუდმივად შეიძლება ეგრე სტუმარ მასპინძელი ვთქვათ, თუნდაც ანუ აჯაფშაველაზე ეგრე დრო წავიდა ის, მაგრამ მუდმივად აქტუალური არის, მუდმივად აქტუალური იქნება თემა. თქმა უნდა, ძალიან დიდი მასალა არის ზოგადად მწერლობაში, ქართული მწერლობა ამით ძალიან დიდი, ძალიან ბევრი თემა ისეთი, რაც დასამუშავებელია, რაც შეიძლება ვთქვათ გაკეთდეს. თეატრშიც დაიდგას, არაერთი ვთქვათ, კინოზე საუბრობდა და დავით აღმაშენებელზე იყო საუბარი და კიდევ მრავალი იყო შეიძლება გაკეთდეს. და მე ძალიან კარგად ვიცი ნიკოლოზის შემართება და აბსოლუტურად მართლა ეს ადამიანი მთელი თავისი როგორც ექვთიმის კაცზე იყო და ესე მართლა თავისი მონდომებით, ნუ ხალხის ძალიან ცოტა მიზერული ჩართულობით, მაგრამ მაინც გაკეთდა და ძალიან ძლიერი ფილმია, მე ეს ნიკოლოსთან არ მისაუბრია, უბრალოდ მქონდა ერთი მაშინ გადაღებაზე უთხარი რომ რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ძალიან სენტიმენტალური. მართლა მოიტანა სათქმე. თვითონ აი მართლა ამ წმინდა კაცს ეკუთვნოდა ესეთი ფილმი ნამდვილად ეკუთვნოდა. ეს იქნება კიდევ და კიდევ დროში, თაობებში აი ფილმის შექმნა მართლა შეიქმნა და რა არის იცნებია რომ მე სიმართლე გითხრა და საერთოდ აღარ ხედავ არანაირ პრობლემას ამ ჩაია. მე ხო აგერ ვაკეთებ ჩემ მოკრომეტრაჟიანები ავირჩიე გამომდინარე იქიდან ამის რესურსი ასე თუ ისე მომეპოვება. მეგობრების დახმარებით, ჩემი ქალაქის დახმარებით უღირს რაღაცა სიტყვაზე 10,000 იქ 2,000-ით გამომდივარ მეგობრულად ის იმასაც კი არ მთხოვე, მაგრამ მე უბრალოდ მინდა რომ ადამიანებს შრომაში რაღაცა აუნაზღაო ასე ვთქვა, ჰონორარი მივცე და აქედან გამომდინარე
ამ პროექტს მე პირადად ამ მოკლემეტრაჟიანის დავარქვი საფეხურები რა, კიბე რომელიც ავიდეს იმ წვერვალზე, რომელსაც ჩემი მიზანი დიდი კინოს გადაღება. მე ფაქტობრივად ჯერ ჩემი კინო არ გადამიზია, იქიდან გამომდინარე რომ ყოველი ჩემი ნამუშევრის ნახვის შემდეგ მე ვხედავ იმ ნიუანსებს, სადაც მე დამაკვრა თანხა. პირველ რიგში რა არის კინოს კეთება? სიამოვნება. მე სიამოვნებას ვიღებ პირველ რიგში ჩემი კინოს კეთებისგან. და ეხლა როდესაც საერთოდ თქვენს თქვით რომ თუ კი არ გინარო თან დაკვეთაზე არ არის, მან დრაზეა იცი? პოლიტიკური მხარე უნდა იყოს, აი მოდირავებ თქვათ რა. თუ კი სახელმწიფო აღავლება ვიძახე ამ მთავრობაზე, ანუ ზოგადად მაქვს საუბარი ყველა მთავრობაზე, თუ ის მთავრობა შენ გაფინანსებს, შენ უნდა იყოს პოლიტიკური მხარე და შენი აზრი ხმაურობა დააფიქსირო, როცა სულთად გიცხოვრია და მთელ ქალაქში ერთი მაგინებელი არ ყავს, ამ დროს ნახევარმა ქალაქმა უნდა გაგინოს. იმის გამო შენ რაღაც კილო გადაშა. ჩვენ გვაქვს გვახასიათებს ერთი რაღაცა რა. ხო. ჩვენ არ მე პირადად არასდროს არ ვკითხულობ რა გააკეთა სახელმწიფო ჩემთვის რა. ჩვენ რასაც ვაკეთებთ სახელმწიფოსთვის და ჩვენით ვატრაკებთ ყოველთვის და ჩვენით ვახცევთ ყველაფერს ხო? ეს ჩვენ თუ არა შენ შვილს, ჩემ შვილს და შენ შვილს შეიძლება მე წაადგეს საქმეში. მე ასე უყურებ აბსოლუტურად. აბა რა. ჩვენ მაინც ვაკეთებთ რა იგე? მაგიტო ვართ მაგრები რომ ბოლომდე ვახურებ და ვაკეთებ ნაცვლად სიამოვნებას სიყვარული. მე ვერასოდეს ჩვენ და ვერცეთ მაგას ვერ გვეყია. ცენზურა გააკეთე სახელმწიფოს. ჩვენ გავაკეთეთ ძმაო სახელმწიფოს. აი სახელმწიფომ რა გააკეთა ჩვენთვის ეს თქვენ დასვით და თქვენ უპასუხეთ. ჩვენ სახელმწიფოს გავაკეთეთ. დავტოვეთ და ვტოვებთ კიდე და კიდე ბევრის ერთი თავარი ცუდის მქმენი არავინ ყავს ეხლა ეს აი გეჩვენ ჩვენ ქუჩაში არ გვაგინებთ რა თქმა უნდა ჩვენ ქუჩაში ასე არავინ გვაგინებს თამამად ნახე წეგან იყო საუბარი თურქულ სერიალზე პირობითად ვარ პირობითად სახელმწიფო ჩაერთო სიტყვაზე ვარ ჩაიდო 100 მილიონი დოლარი 100 მილიონი დოლარი ჩაიდო დაჯი გვეფარები ჩვენ დღეს რა პრობლემის წინაშე გავდივართ ჩვენ მომავალ თაობას მოსწონს ჩვენი მტერი ხო ისტორიულად ხო იყო მტერი ანუ დღეს ადიდებს და საღამოს ელოდება რომ თურქულ სერიალს უყუროს ანუ იმან მარკეტინგში სწორედ რა ბოლომდე დაგანგრია სხვათა ხო წარმოიდგინე მისი წინაპარი შენს წინაპარს გაგრავდა და დღეს შენი მომავალი თაობა მას ადიდებს და იმ მსახიობ ანუ გაყვარებს ტექნიკურად სხვანაირად შემოგიდგა ხო აი ესა სწორი იდეოლოგია არა ავტომატით, არამედ ხელოვნების ოკუპაცია. ამ დროს რა არის სერიალი? არანაირი ღირებულება ხვალ არ გახსოვს, ხო არც გინდა იმის წინა, მაგრამ ჩართულობას იწვევს. აქაც უკვე სახელმწიფოს დიდი ის არის. ჯერ მარტო კურორტები გააცნო თელ მსოფლიოს, თურქეთის საუკეთესო ადგილები. ნახე, კარგი სახლები, ბუნება. ბიზნესი და თუ ასეთი ხალხია, თუ ასეთი ქვეყანაა, ტურიზმი. არა და უკაცრავად ჩავეჭრებ სტამბულს გაცდები თუ არა ისევ ჩადრით დადიან იქ. ჯერ კიდევ, მაგრამ სოფლიოში ესე ჩანს, რომ აი მაგარი ქვეყანა და მთელი მსოფლიო. ბევრ თემას მინდა შევეხო, იმიტომ რომ გისმენდი და აი ბევრ რაღაცაზე მომიდა აი გულით საუბარი, მაგრამ ხო, ცოტა მოკლედ სიამოვნებ და მომესმინდა. როგორც მსახიობი, რამდენად რეალიზებას, რამდენად უკეთებ შენ თავს აი ამ ეპოქაში? აგენტები შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე დიდი კაცი ყავს ზემოთ. ღმერთი, ხო? იმის იმედ დადვა და მადლობა ღმერთს. ხო არა, მართლა სულ დაკავებული ხარ. ეს მადლობა ღმერთს ჩემი ძრია, ავარჩიო როლები, ასია, მაგრამ იყო დრო, აი როცა მიჭირს მაშინ მინდა დახმარებაო და ახლა მომეწა საშუალება და ვიტყვი რომ აი როცა მჭირდებოდა დახმარება და რაღაცა კინოსფეროში კიდევ გაბიჯებს გავდი, ნიკუშა იყო ხომასურიძე, რომელმაც შანსი მომცა, ეს ასია და ამიტომ მადლობა ანუ ამ სიტუაცია და ანუ სწორად ამიფანიჭი. ბევრს გეკნებათ გაგონები ეს თემა რომ აუ ფილმი მარტივია იმიტომ რომ რამოდენიმე დუბლი გაქვს. გაგვიგონია ესეთ ფრაზა? ურთულესი რა. აი მე დავამტკიცე საპირისპირო და ოპონენტი ვიც მყავდა ამაზე ვერ შემეწინააღმდეგა. ფილმი ბევრად რთულია. დუბლი არა გახო. სცენაზე რო გამოთხარ ერთხელ თამაშობ. კი ბატონო რა პრობლემაა? მაგაში საერთოდ არ არის ხო საქმე. ფილმში ხომ მაგ 50 დუბლი, 3, 500 სანამ არ გაკეთდება. მაგრამ ის ერთი ფილმი რო გამოვიდეს საოცარი, ის ერთი ხომ უნდა აწიო იმ დონეზე რომ ის ფილმი გახდეს მაგარი ფილმი. მე არ ვამბობ რაღაც აგერ პლეხანოზე რო გავა ეს ფილმი და მეტი არ არის. სოფლიო დონის ფილმი. ანუ ის ერთხელ ხომ უნდა აწიო რომ იმ თეატრს აჯობო და თეატრში რასაც ითამაშებს, всё, იმას ვეღარ დააბრუნებ. მაგრამ ესილია ნაკვის ხეში. უსიტყვოდ. ეხლა ეს თუ არ აწიე და ამ შეიძლება 60 დუბლი იყო, მაგრამ
ის მე-70 თუ არ შექმენი სპექტაკლში შეიძლება ჩაიარა, კი რაღაცოებს მას ჩაიარა და იქ ფილმში უნდა შექმნა აწიო იმ დონეზე რომ ის გახდეს მსოფლიო. უფრო შრომატევადია მოკლედ. შრომატევად იქ უნდა მიაღწიო იმას. იმ ერთ თავარი არ მინდა ისეთი კონტექსტი თვითონ მე და ნიკა რა მაყოფილო ვარ მე თვალები შანსი არ არის ეს ჩვენ გავიარეთ უკვე და წარსულზე ვლაპარაკობთ ის წინ ჩვენ ძალიან ბედნიერები ვარ ძალიან კარგად ვარ კინოს ვაკეთებ პრემიერები გვაქვს და მივდივართ წინ რა ჩვენი პირიქით ეს უფრო მაგარია ხვდები აი უფრო კარგი იქნება და სახელმწიფოც როგორ სტრუქტურულად ახლა მე აგიხსნით როგორ არის რა რომ დიახ, ასე თუ წარმოგვიდგება ხო, თელ სოფლიოში სახელმწიფო აფინანსებს კინოს გარდა ამერიკისა. ყველგან არის კინოფონდები, ეს კინოზოგს, კინოცენტრი ქვია, ზოგს კულტურის იმიტომ რომ იქ ჰოლივუდია და დიდი ტრადიციებია კინოში. არ ვიცი შეგნებულად არის, მაგრამ იქ ხელშეწყობილია კინო მხარდაჭერა. არ საჭიროა. არის ინვესტიცია, სახელმწიფო კანონმდებლობით არის ძალიან კარგად დარეგულირებული. დიდი ბიზნესია. ანუ ხაზი უნდა გაუშვათ ამერიკაში, იმიტომ კი არ ფინანსდება, რომ იგნორირებულია კინო. კინო იმ დონეზია, იმ სიმაღლეზეა, ჰოლივუდი და ასე რომ არ საჭიროებს საქართველოს თანამონაწილეობს. თანამონაწილეობას არ საჭიროებს. ანუ განა აიგნორებს. განა ხელს უშლის. მაგარი კინო აქვს რა. გასაკვირველია. სწორი, ამერიკაში როცა შეხვდები რომ გეთახმები. არც ისეთი მაგარი ქვეყანა არ არის. მაგრამ კინოში ეს ძალიან მაგრადაა წარმოჩენილი და ამ შემთხვევაში როგორ არის? შენ თუ შენი კინოცენტრი ან კულტურის სამინისტრო არ გაფინანსებს რა. ევროპის ვერცერთი კინოფონდიდან ვერ მიიღებ ხარდაჭერას, იმიტომ რომ ესეთი სტრუქტურაა შექმნილი. ანუ როგორც ის ვერ დაფინანსდება, ისე შენ ვერ დაფინანსებ. ბატონო ნიკოლოზ, აი რასაც ამბობდა აი ბატონო გიორგი, აი მე მინდა რაღაცა დავაპირისპირო ეს ორი თემა ერთმანეთს რა. აი დეფიციტი იმ თქვა პიესების და წერილებისა, თქვა რომლებიც ისე თქვა ვერ წერენ ან არ წერენ ან რეჟისორი ვერ იძიებს, ანუ ეს პრობლემა თქვენ როგორც რეჟისორი ხედავთ ამ პრობლემას? ჩემთვის არ არის, საერთოდ არ არის სცენარის მოძიება. მე იმიტომ რომ სცენარს თავად ვერ წერ. მე ჩემ სცენარის მე თვითონ წერ. ამდვილად არ ვიცი რომ წერალი ხარ? სცენარისტი ვარ, კი, სცენარისტიც ვარ ასევე რა, ჩემი პროექტების. გადამიგია ასევე სხვისი სცენარისტიც, მაგრამ ჩემი საქმე ხო მე უნდა დავწერო რა, მაგრამ მადლობა გიორგი, ოთოსთან მინდა გადავიდე, ოთო პოეტი, შემოქმედი ადამიანი. მომეც, ვორისი. თქვენთანაც აუცილებლად. დაუთმობ. კარგი, გისმენთ, აბესალო. მე მინდა იმ დონეზე მივედი უკვე, ყველას მოსმენა და იგი თავისთავად მოსმენით, რომ მე ორ კუპლეტი არ ლექსვი. ხლა. ჩვენი ცხონება უფალო ვიცი, ბეწვის ხიდია. ამ თავრობას და იმ თავრობას რომ სულ ყველას ერთად ფეხზე კიდია. მაშინ გაუმარჯო სამთა სამყანას, ამ წუთი სოფლის ლამაზ ფუღუროს. არ შეიძლება რომ ამ ქვეყანას კაცმა ფხიზე მართალი არ ვარ. ხელით დაისი გაუძლება ეს ლაუმად გას თავზე ამაყი ღმერთი ზაფრი განცდების და ვირუნი სუ ვირუნი ასე სამსაგუთა თავსაგაცდები. ბრავო. ყველაზე ისეთი ის არის. ხვამლის ხაერი ხარ ღრუბელზე და არწივივით მაღლა ფრენა. ლადო, იმდენი რამე გითხრა, როგორ გაგიბედო აღმაფრენა. უსახელოურის ვენახი ხარ, ხვამლის ქვაბულისკენ მიმავალი, უკიდეგანო ფიქრებივით ფებ გადაშლილი მზეკაბანი. წამოდი ლეჩხუმს, ხვამლობაა, ერთად მოვილოცოთ, ერთად. წამოდი, ძალა დავიმატოთ. წამოდი ლეჩხუმს. ძალიან. უნდა დავაგარი გვერდი, რაც მაშინ მე გავიწიო? ვინმე გადაფიქრეთ რა. ღმერთო რა კადრია. სომხეთის პრინცესა. გამარჯობა ბატონო ნიკო. გაგიმარჯოს ჩემო ადამ. როგორ გიკითხო აბა? ვერა ვართ ისე კარგად როგორც შეგვეფერება, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ. თქვენ ხომ კარგად? მეც არ ამიშავს. ცოტა ასაკი იტევს, მაგრამ უძლებთ. აქ არის ბატონი დავითი. დიახ. იბრძანდით. ალბათ. გაბრძანდით ბატონო ნიკო.
მადლობა. აპატიე, ჩემო დავით, ცოტა ადრე მომიწია მოსვლა. ჩემო ნიკო, როგორ გამახარეს მოსვლა? ტელეფონ შეგიშალეთ. აპატიე, ფეხზე ვერ ავდექი. როგორ გეკადრება? როგორ გზანდებ ეკატერინე? გმადლობ ნიკო. მოხარული ვარ რომ გესტუმრეთ. მეორე ფილმი არის 6 მეფრის კაცი, რომელიც იყო 350,000 დოლარი დაჭრა, 200 იყო ჩემი, 150 რამდენიმე მახლობელი კომპანია და ხალხის ხარდაჭერით შევქმნა. აგა 0 ლარი არის სახელმწიფოს მონაწილეობა რა. როცა სხვა ფილმები ფინანსდება, ანუ თუ სხვა ფილმები არ ფინანსდება და არჩენი არ ფინანსდება, გასაგებია, მაგრამ თუ სხვა მიმართულება რა უცნაურია, 6 მეფრის კაცი მინიმუმ უნდა დაფინანსებული. კონკრეტული მიმართულება. მესამე ფილმი არის გააზიარის სიყვარული, რომელშიც ცოცხლდება დავით აღმაშენებელი, რუსთველი, ვეფხისტყაოსნის მიჯნურობის აქტივიზებაზე არის, გალაქტიონი, ფიროსმანი, დავით სარაჯიშვილი, 0 მონაწილეობა სახელმწიფოსი, 0 მონაწილეობა ბიზნესის და მთლიანად ჩემი და რამდენიმე ჩემი მეგობრის არის და ძალიან ცოტა არის ხალხის. ეხლა დარჩენილი მაქვს 35,000 ლარი, რომ ბოლომდე მივიყვანო. ნაცნობი კომპანია ყველას ყავს, ხო, ვისაც შეიძლება არაერთი ძალიან გზნებარე სიტყვით ადრეზე მოუთქია სამშობლოზე. ამაზე მაგარ ფილმში მიმართულებაში, პატრიოტულ სულისკვეთებაში რაში უნდა გაიღოს, თუნდაც 1 ლარი. და აბა უთხარით თქვენ, რომ ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც თქვენი მეგობარი არის, ან ხელმძღვანელ პოზიციაზე, ან უბრალოდ მუშაობს, რომ 1 ლარი მოდი დავეხმაროთ აი ამ პროექტს და რას გეტყვით რა. სახელმწიფოც უნდა იყოს ჩართული თითოეულ ჩვენთაგანს და ბიზნესიც, მაგრამ როცა ვიღაცა არ ერთვება, ჩვენ ყოველთვის სხვისკენ ვიშვებთ ხელს, რომ აი იმან არ გააკეთა, ნუ გააკეთა, შენ გააკეთე. რა უნდა იყოს იმაზე მაგარი, რომ აი გააზიარეს სიყვარული ქვია ფილმს და ერთ სიყვარულზე სადღეგზე ხო ყველას დაგვილევია. 1 ლარი თან შენი მოქმედებით, ხარი დაუჭირე. მეც არაფერს არ ვითხოვ, მაგრამ არ აკეთებს, რა, იმიტომ თავისუფლება დღეს დაყოფილი არის. იმისიანად, ამისიანად, მე ვარ თავისუფალი დამოუკიდებელი შემოქმედი. არავისიანია ვარ საქართველოსიანი. აი ამ ერთში არის ეს ძალიან საინტერესო. სიმართლე იყო მკაცრი და ბასრი და ხალხს რომელსაც ცოტა ესმოდა. ძლივს გამოჰქონდათ სიტყვიდან აზრი, როგორც ძვირფასი კუბოეზოდან.